კიდე გიკვირთ, რატომ ავატყოფობენ თქვენი შვილები, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში? ზოგს ალერგიული ბრონქიტიო, ზოგს სინუსიტიო, ზოგს გაუჩერებელი ხველებაო, მოკლედ 1000 რამე ხო ესეა და ეხლა ვიყავი მაღაზიაში. იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა 2 დღე გამომიცხადა ბოიკოტი და იშიმშილა, არა, ჩემი საფერი საჭმელიო. 1 კილომეტრი იქეთ, 1 კილომეტრი აქეთ, ვიარე ფეხით, რომ მეყიდა პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით საწამლავი. ახლა ეს არაა საწამლავი, სოსისი. აი, უყვართ ალქნა შოკოლადი, ვაპატიოთ. კაცმა არ იცით რაზე სამაში, პილმენში. კარაქი უყვართ ძალიან და ვცდილობ, რომ ვიყიდო ყოველთვის 82%-იანი, ну, რაც არის ბაზარზე, ხო, იმას ვყიდულობ. დავქნა, ხარცა არა. კვერცხიო, სოფლის კვერცხი დაიწუნეს, აპირი არ დააკარეს. ჰორმონებით და ანტიბიოტიკებით გაჯერებული კვერცხი, აბატონო, თქვენს წინაშეა. არა ჟანი. ესეც ვიცით, ხო, არ არის ნატურალური რძით გაკეთებული, არის რძის ფხვნილით გაკეთებული, ხო ესეა. არ იყოს სხვა, ეხლა ამ წუთას სადაც ვიყავი იქ. ნაყინი მეც მიყვარს, უარს ვერ ვამბობ და მიუხედავად იმისა, რომ მარგარინითაა გამზადებული. ვიცით, ხო, რომ ეს ნაღებით არ მზადდება არც ერთი ნაყინი საქართველოში, მოკლედ ესეთი რაღაცები, საწამლავები ვიყიდე. ხო და ხომ იცით, რომ ამაში ძალიან ბევრი კარცეროგენია და ეს კარცეროგენი მერე ილექება და ილექება. გარდა ამისა, რაც მე ვიყიდე ახლა, ხო, შაურმებს მიირთმევენ, იგერ მაკდონალდსიო, იგერ სნეკებიო, იგერ, მოკლედ ძალიან ბევრი რამე რა, რაც ჩვენთვის არ შეიძლება ადამიანებისთვის, იმ ყველაფერს ჩვენი შვილები მიირთმევენ. მათ შორის გვინდა თუ არ გვინდა ხანდახან ჩვენც. ხო და ეს ხო ილექება ჩვენს ორგანიზმში. არ მითხრათ ეხლა რომ არ ილექება. კარცეროგენის სახით ილექება და სწორედ ესეთი მსგავსი საკვები იწვევს მერე ასეთ ავადმყოფობებს, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები, ერთი სიტყვით ძალიან ბევრი რამე. ხო და ტყუილა კი არ ვიძახი, აგერ გავამზადეთ არ მოვედი, რომ საჭირო ალოე ვერას წვენი ჩავხდათ ჩვენი შვილების და ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, იმიტომ რომ ეს ამ კარცეროგენებისგან დავიცვათ ჩვენი შვილები, იმიტომ რომ გამოდევნის ორგანიზმიდან კარცეროგენებს, აბალანსებს pH-ს კუჭნაწლავის და ნუ ცოტათი მაინც დავიმშვიდებთ თავს რა, როდესაც ჩვენი შვილების რაციონში ჩავთათ ალოე ვერას წვენს. სამაგიეროდ დაისვენებთ. ისევე როგორც მე დავისვენე ვირუსების გართულებებისგან. ამ ვირუსების გართულებას ვიცით ხო რა მოყვება, აქეთო ბრონხიტიო გართულებულიო, მე ეს გართულებული ბრონქიტი გადადის პნევმონიაში, არაერთხელ გადამიტანია და სტაციონარში წოლილ ჩემ შვილებთან ერთად. მართალია მე ვისვენებდი იმ პერიოდში, როდესაც ჩემ შვილებთან ერთად ვიწექი, მაგრამ მაინც დისკომფორტია, ხო ესეა. ხო და საკმაოდ ბევრი ფულით გვეხარჯება. ხო და ეს კიდე ღირს 93 ლარი ერთი ბოთლი. და ეხლა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი თქვენი შვილების კაპრიზებს ასრულებთ ყოველ დღე, ხან 2 ლარიო, ხან 3 ლარიო და დღეში 3 ლარის მეტი კი არ ჯდება, ხო და ხანდახან უარი ვუთხარ ჩვენ შვილებს ასეთ რაღაცებზე, ხო და ერთი ბოთლი ალოე რო ჩავთოთ მათ რაციონში თვეში ერთხელ, ანუ ერთი ბოთლი ძლებს ერთ თვეს. ხო, დასვენებული იქნებით თქვენს და თქვენი შვილებიც იქნებიან ჯანმრთელები. ასეთი ვიდეო გამომივიდა სპონტანურად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობ, რომ ნატურალური პროდუქტები მივაწოდო, ჩემით ვუცხო რაღაცეები, მაინც აბატონო, არა სულ ასე ჩვენს გემოზე უნდათ. მაგრამ ფაქტის ახეზია ჩემმა შვილმა 2 დღე გაბრიელმა იშიმშილა და მარტო გახოხულ პურს ჭამდა. ბედნიერი დღე.